თუ დაკვირვები ხართ ფილმში მე რობოტი, როდესაც დეტექტივის პუნერი რამდენჯერაც კომპანია USR-ში მიდის ლოურენს რობერტსონთან კითხვების დასასმელად, ის ყავაში ზედმეტად ბევრ შაქარს იყრის ხოლმე. ყავას ხმარინებთ. რატომაც არა? უფასო არა? არ ვიცი ვინ შემოუძღვა, მაგრამ მე ყავა მინდა. შემდეგ ჩვენ გებულობთ, რომ დეტექტივს მძიმე ავტოავარიის შედეგად ჩატარებული აქვს რთული ოპერაციები. დამარცხენა მხარე მთლიანად ხელოვნური პროთეზებისგან აქვს აწყობილი. USR-ის კიბერნეტიკული პროგრამა. დაჭრილი პოლიციელებისთვის. არ ვიცი რომელიმე ადამიანს ასეთი დიდმასშტაბიანი ოპერაცია გაუკეთეს. ხოლო ასეთი ოპერაციების განცდილი სტრესისა და რეაბილიტაციის პერიოდში ხშირი ადამიანის თბილისადმი შემდგომი მოთხოვნილება და სწორედ ამით აიხსნება მისი ეს აქციელი. მაგრამ ვისაც ზომიერად ამგვარი ყავა უყვარს, შეუძლია ესწროს კაფე დრაივების ქსელს თემას, სადაც პრემიუმ ხარისხის ფრანგულ ყავასთან ერთად უგემრიელესი როლებით, სენდვიჩებითა და ბურგერებით გაგიმასპინძლდებიან.